ამ პროცესში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უკანასკნელი განსაკუთრებით 1 წლის განმავლობაში, გვეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ, ანუ განვითარების გზას და რა თქმა უნდა, ვინ თუ არა პოლიტიკოსებმა ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით უნდა აიღონ თავიანთ თავზე. ეს მიმდინარე წელიწადი გადის არჩევნებზე, ეს არავისთვის არ არის უცხო, გადის პირველ რიგში ქართველი ხალხის არჩევანზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთის მხრივ ამორჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო და ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით მეც რა თქმა უნდა მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყოს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ პარტია ახალი გირჩი დროა, ვქნით საარჩევნო სუბიექტს ერთიანს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. არა უბრალოდ ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, ამათ რეალურად გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესში და მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა და მე ვფიქრობ, ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს. მე წარმატებას უსურვებ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაჯგუფდებიან რამდენიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე. ჩვენთვის საერთო გამოწვევაა და ეს საერთო გამოწვევა არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი. მე არ მიმაჩნია, რომ პრობლემა მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაკვეთა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისა, რომ ოპოზიციურ ამორჩევას რამდენიმე არჩევანი მაინც ჰქონოდა ოპოზიციურ ველზე. მივესალმები ყველა ოპოზიციურ პარტიას. ჩვენ აქ კოლეგებმა, მეგობრებმა ახსენეს რამდენიმე პარტია, მათთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ვაპირებთ პარტიულ ურთიერთობას. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ ძალიან მალე უკვე დავიწყებთ საარჩევნო აქტიურ კამპანიას და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ერთობის ჩამოყალიბებას ვეცდებით. ეს ერთობა უკვე გულისხმობს ქართულ ხალხთან ერთობას, რათა ამ ქვეყანას შანსი შეუნარჩუნოთ დემოკრატიული განვითარების და სლოგანად არ დარჩეს მხოლოდ წინ ევროპა, არამედ რეალურად სვლა განვაგრძოთ წინ ევროპისკენ და გავხდეთ სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო ევროკავშირისა უახლოეს პერიოდში.